მიწისძვრის შედეგად დასალებული ნაძალადევის მოსახლეობა საკრებულოს დახმარებას თხოვს. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ არაერთხელ მიმართა საკრებულოს წერილი, თუმცა მას პასუხი დღემდე არ მიუღია. ამ ფაქტს ნაძალადევის გამგებელი გამოეხმაურა. ზების პრობლემა არ არის მოწესრიგებული, სანიაღრო სისტემები არ ვარგა, კომუნიკაციის პრობლემები არსებობს და ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ მოგეხსენებათ 2002 წლის მიწისძვრის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა ნაძალადევის რაიონი. ქალაქის მთავრობას, რომელმაც უნდა წარადგინოს ბიუჯეტი, მოუწოდებ, რომ ამოიღოს პარლამენტის წევრის 2013 წლის 30 ოქტომბრის განცხადება წერილი, რომელიც სწორედ ბიუჯეტირების საკითხებს ეხება, განიხილონ და ამასთან დაკავშირებით გაგვცემ პასუხი. საქართველოს მთავრობას მიმართავ და პირადად შიხიაშვილს, რომ მიიღოს დაამტკიცოს ბიუჯეტი და ამ გაჭირებულ ხალხს დაგვეხმაროს. თუ აინტერესებს მობზანდეს პირადად ჩემ საცხოვრებელ სახლში და ნახოს რა პირობებში ვცხოვრობ. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტისთვის გათვალისწინებული იყო ნაძალადევის რაიონში 2,5 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის და კონკრეტულად გზების რეაბილიტაციისთვის. ახლა გვაქვს ჩვენ 1,300,000, იმიტომ რომ ბიუჯეტი არ იქნა მიღებული და დამტკიცებული. ასეთივე პრობლემები არის სხვადასხვა მიმართულებით, მიუხედავად ამისა, უკვე გამოცხადებული არის ტენდერი გზების შეკეთებაზე, თუ გარეთ გაიხედება და ნახავს რა ამინდებია, მიხვდება რომ ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ცოტა იყოს რთული არის.